ლევან გვეტაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ლევანს თავისი დროისთვის. ლევანი არის უკვე თადარიგში გასული ვეტერანია. აღმოჩნდა რომ არის ნამყოფი აბსოლუტურად ყველგან სადაც შეიძლება და ქართულ ჯარისკაცს ფეხი დაიდგა. კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცხადია ჩვენთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და ლევანი გახლავთ ის ადამიანი რომელმაც წიგნიც დაწერა ამ თემაზე და მინდა რომ ამ წიგნის შესახებაც გვიამბოს და გვიამბოს კიდე სხვა დეტალების თაობაზეც რომელზეც აუცილებლად მინდა რომ ვკითხო ანუ ის გამოცდილებები რაც მან დააგროვა. დღემშვიდობის ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ 12 წლის მანძილზე ბევრი ისტორიები დაგვიგროვდა როგორც საბრძოლო ნათლობები სხვადასხვა მისიებში და 2008 წლის ომში. და ეს წიგნიც ეხება ანუ ჯარიდან რო წამოვედი რაღაც უცხოს გრძნობდი თავს, ნოსტალგიაში ვიყავი, ფიქრობდი რა გამეკეთებინა და შემდეგ მოვიფიქრე ესეთი რამ რომ რაც ისტორიები მქონდა შევკრიბე ყველაფერი ერთად და ნენელა დავიწყე ამ ყველაფრის ასე ვთქვათ გადმოტანა ქაღალდზე. შემდეგ ვოლდის ფაილში ნენელა ხოდში შეესხა მიდიას გამოიცა და სხვათა შორის ეს წიგნი იმ ამბებზია რომელიც ქართულმა სახელმწიფოებმა რო გამოიარეს ცხელწეტილებში ვფიქრობ რომ ერთ-ერთი პირველი ვარ ვინც ამ თემაზე ასე ვთქვათ რომ გადმოვეცი კალმით და რო დავწერე. ვფიქრობ რომ საინტერესოა ეს ყველაფერი ისეთი თემები გვაქვს გახსენებული და ადრენალინის მქონე ისტორიები რომ ვფიქრობ არავის არ გადმოუცია. აი ერთი მაინც გაგვიზიარე რომ თან დავაინტერესოთ მკითხველი მერე. აი მაგალითად ავღანეთის ამბავს გავიხსენებ. ერთ-ერთ ჩვეულებრივ პარალელურებაზე ვიყავით გასული, მოხვდით ჩასაფრებაში. ასე ვთქვათ ჩაგვისაფრდა სადღაც 10-მდე ასე ვთქვათ თალიბანი დავახციეთ იმ ასე ვთქვათ ალყას თავი გამოვიძახეთ სწრაფი რეაგირებები, ანუ ცეცხლის გახსნა იყო ჩემი ასე ვთქვათ შენი ქვედანაყოფის ბიჭების მიერ, ხო? ხო, ანუ ჩემი ისა ჯგუფის უფროს ანუ ტყვია გაატყეს ეგრეთ წოდებულ ნაღძებში, ანუ ძლიერ იმაში მოხვდით, ასე ვთქვათ, ჩასაფრებაში და ყველა ასე ვთქვათ დავახციეთ თავი ამ ჩასაფრებას, შემდეგ გამოვიძახეთ სწრაფი რეაგირება. ნუ ახლა შეიძლება მე ვერ აღწერო, მაგრამ ეს ყველაფერი ისემა გადმოცემული სამხედრო ტერმინოლოგიით, რომ ძალიან საინტერესოა. მაგალითად ერთ-ერთი ესეთი ის იყო, ცოტა დისციპლინარულ დარღვევას რო გავიხსენებ, იმიტომ რომ ავღანელ ჯარისკაცებს ვეხმარებოდით, რომ ეს ყველაფერი გვესწავლა მათთვის, დავყავდა სოფლებში, ხალხთან ვაცნობდით. და ისე მოხდა რომ წინა დღით დაიღუპა 10 მეთაური ფაილოძე ძალიან გაბაბაზებული ვიყავით მთელი ქართული ჯარისკაცები იქ და იმ პერიოდში ავღანელმა ჯარისკაცებმა ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ანუ უსაფრთხოება მოშელი იყო, არ უჯერებდნენ ჩვენ ქართველ მეთაურებს და გამოიწვია ეს ყველაფერი. შემდეგ მეც გავედი პატუში გავიყვანე ეს ავღანელები და ჩემთანაც იგივე დაიწყეს. ანუ საფრთხის ქვეშ დააყენა როგორც ჩვენი ქართველი ჯარისკაცები, ისე თავისი თავიც. და ეს იყო რომ ფიქრობდი რომ აი მხოლოდ ბაზაზე მისულიყავით და ის ასე ვთქვათ ის ინციდენტი რამენაირად არ გაწერილიყო. მივედით ბაზაზე, ისე ვიყავი გაბაზებული, რომ ისე რო ცუდად იქცეოდა, რომ ასე ვთქვათ, კასკა როგორც კი მოვიხსენით ჯავშანჟილეტი, ასე ვთქვათ, თავში ჩავატყი, იმიტომ რომ ძალიან რისკის ქვეშ დააყენა მთელი ათეული, საბრძოლო ათეული. ნუ შემდეგ გაიგეს ავღანეთის მეთაურებმა სასაჩივრით რომ იმათეს ჩვენ ქართველების მეთაურს, ანუ ჩვენ ბატალიონის მეთაურს და 100 მეთაურს, შემდეგ მე დამიბარეს შტაბში, რომ ესა გააკეთე. ანუ ახსნა განმარტებით, რომ შემოვიფარგლეთ, იმასაც მიცეს საყიდური და მეც მომცეს. ნუ ეს ერთ-ერთი ისტორია იყო. ასევე იყო ისტორია 2010 წელს ავღანეთში, სადაც ჩვენი ბაზა იყო ბუჯი, იქვე ჩამოდიოდა პატარა მდინარე.
და ისეთი გაუსაზრისი სისიცხები იყო, ხანდახან პატრულებაში გასვლის დროს იმ დინარესთან მივდიოდით და ასე ვთქვათ, რომ გვირდებოდით. და ეს ყველაფერი ნენელა ჟარგონულად ვთქვათ, დაამუღამა, ხო? დაიმახსოვრა მოწინააღმდეგემ, სადღაც 3-4 დღის შემდეგ იმ ადგილზე უკვე ხელნაკეთი არაიდი რო დაგვიდეს. მაგრამ ჩვენ უსაფრთხოებას ვიცავდით, სანამ იმ ადგილზე მივიდოდით, ასე ვთქვათ, ნაღძევნით ჩვენმა ჯარისკაცმა იპოვა ეს ნაღმი, გაინაღმა და ისევ რო გავაგზავნეთ იმ ადგილზე, ასე ვთქვათ, თევზის რო დაჭირა. სხვათა შორის თევზი იყო და ჩვენი საჭმლის რაციონი იყო, ასე ვთქვათ, მშრალი ულუფები. ანუ ისეთ ბაზაზე ვიყავით, სადაც არ იყო კომფორტი და ისა. და უცებ რაციონში რო გაგვიჩნდა თევზიც, ავღანური თევზიც. წვავდით შემდეგ ამ თევზს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ისტორიებია, მაგალითად ისტორია ლევან, შენ ახსენე რომ ბევრი წელი მსახურობდი ჯარში და ეს ზუსტად მაგი მინდა გკითხო რა, რომ დაიწყე ჯარში სამსახური და პირველად რომ მაგალითად აი საერთაშორისო მისიაში რომ მოხვდი. რამდენად დიდი იყო ეს განსხვავება, ხო? აი ეს მაინტერესებს რა, აი თუნდაც კოსოვოში მაგალითად. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვფიქრობდი, რომ აი რაღაც ახალი ეტაპი იწყება. იმიტომ რომ ისეთი ჯარიდან წამოვედი, სადაც არაფერი არ მქონდა. და აი პირველი მისია იყო კოსოვოში, მახსოვს, სულხან ახვლედიანი იყო ჩვენი მეთაური და იქ რო ჩავედით და რო დავინახეთ ნატოს ჯარისკაცები თუ როგორ დადიოდნენ, როგორ მსახურობდნენ, რასაკეთებდნენ, როგორი ჰქონდათ ცხოვრების წესი, ჩვენ უკვე გაუცებული ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ანუ არ ვიყავით ამას. კი ბატონო, ძალიან დიდი განსხვავება იყო. მაგრამ ჩვენ ის დავამტკიცეთ, რაც მათ ასე ვთქვათ, შეიძლება კი აკეთებენ, მაგრამ არა იმდენად ხშირად. ანუ საქმეზე დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი ჩვენ ამ ყველაფერს სწავლობდით. მაგრამ თუ რამე დავალებას მივიღებდით, ამას ზედმიწევნით ვასრულებდით. როგორც დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან, ისე მაღალი თანამდებობის ოპერები. ავღანეთმა ისა კოსოვომ ისე ჩაიარა, სხვათა შორის ერთი ტყვი არ გავარდნილა. ასე ვთქვათ, სამხედრო ბაზის დაცვაზე ვიყავით, ძირითადად ორიენტირებული. მაგრამ ის იყო, რომ უკვე რო გაიხსნა, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი ფარდა ქართულ ჯარსა და დაასავლულ ჯარს შორის, ჩვენთვის იყო აი ერთადერთი სიტყვა, ვაუ. ანუ როგორი იყვნენ, როგორი წესი ჰქონდათ ცხოვრების ჯარისკაცი, დამოკიდებულება ჯარისკაცსა მეთაურს შორის და ასე შემდეგ, იქაური პირობები და ამ ყველაფერს ჩვენც გამოიწვია ჩვენში ისო, ჩვენ შეგვიძლია იგივე. გადმოვიღეთ რაღაცა. ხო, კი, ვისწავლეთ, ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან და სხვათა შორის ისეთი რამეები ვისწავლეთ, რაც ქართულ ჯარში არ არის. ქართულ ჯარში მაინც 90-იან წლებიდან მოვდივართ და ცოტა იყო ეს გავლენა საბჭოთა პერიოდის ზოინდელ ჯარზე. და ამ ყველაფერმა ჩვენ რო გადავედით უკვე, რო გაიხსნა ეს ფარდა და როგორც იქნა დამოუკიდებლობიდან უკვე რო შევედით, ასე ვთქვათ, ევროპაში და ნატოს წევრ ჯარებში, იქაურმა ჯარის ცხოვრების წესი ნენელად ჩვენს გადმოვიღეთ. და ეს იყო ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, დიდი რო გარღვევა იყო. თავისუფლება ჰქონდა ჯარისკაცებს. თავისუფლება იმ მხრივ, რომ მიიღებ ბრძანება, შეასრულე. როგორ? ეს უკვე შეინებაა. თავარია შედეგი დადო. ეს დამოკიდებულება რო შეიცვალა და რავი, ძალიან მაგარი იყო, რაც შეეხება კოსოვოს. იცი რა მინდა გკითხო, აუცილებლად დაუბრუნდები ამ თემას, მაგრამ მეც მახსოვს, რომ კოსოვოში რო ჩამოვედი, იქ ბაზის ირგვლივ პატარა ბავშვები რო დარბოდნენ, ზოგიერთი ქართულადაც საუბრობდა რა და ეს მე აღმოვაჩინე ერაყშიც და აღმოვაჩინე მეც ავღანეთში და იქნება მეტი გვითხრა ამის შესახებ, აი კომუნიკაციაში როგორ შედიოდით და ეს ქართული მახასიათებელი, ქართული ხასიათი როგორ დაგეხმარათ იგივე დავალებების შესრულებაში. კი, მაგრამ ეგეც საინტერესოა. საერთოდ ქართველები გამოვიჩეოდით ბავშვებთან კაი ურთიერთობით ნებისმიერ მისიაში. ნებისმიერ მისიაში, იმიტომ რომ ხედავდით, როგორ გარჭევებაში იყვნენ, გვიჩნდებოდა ეგრევე სურვილი, რაც ჰქონდა ჩვენ საკუთარი, თქვათ, წყლის მარაგი, საჭმლის ულუფები და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ჩვენ მათ უზიარებდით.
და ნენელა რომ მოვიპოვეთ ის ნდობა და სიყვარული, რომ აი ქართველების დანახვაზე ყველა ბავშვი ხელს გვიქნებდა და მანქანებს მოძდებდა. იმის ნიშნად რომ ძალიან რო უყვარდით. იმიტომ რომ ჩვენც ისე ვაკეთებდით, რომ ბავშვია და ჩვენც ისეთი პერიოდი რო გამოვიარეთ, რომ ეს ყველაფერი რაც დავინახეთ, რომ ძალიან გაჭირებული ავღანელი ბავშვები, კოსოვოში სხვათა შორის ძალიან ბევრი ბავშვები იყვნენ და ყოველ გასვლაზე ბაზის გარეთ ან ერახში ბავშვებს სულ ასე ვთქვათ ჩუქნიდით ისეთ რაღაცებს, რაც მათ უჭირდათ. და შემდეგ ამ ბავშვებს მიქოდა ეს ყველაფერი თავიანთ სახლში. და რაღაც დამოკიდებულებაც იცვლებოდა. იცვლებოდა, კი, აი ძალიან დიდად იცვლებოდა. მაგალითად, ბევრჯერ დავხმარებიან ბავშვებიც, მოუციათ ინფორმაცია, რომ აი იქით არ გაიარო და ანუ ესეთი რაღაცები ყოფილა, რომ ისეთი გზნობას უნერგავდით და ისე ვიქცეოდით, ისენიც პარტივისცემით რო გვეპყრობოდნენ შემდეგ. ეს მე აისახა მაგალითად აი კოალიციურ ჯარებთან რაღაცა თქვენს მიმართ დამოკიდებულებაზე, თქვენ რამდენად ამაღლდით ასე ვთქვათ ამ ყველაფერში, რამდენად შეგექმნათ აბსოლუტურად განსხვავებული რეპუტაცია, ვიდრე მანამდე გქონდათ. სადღაც რამოდენიმე თვეში შეიცვალა ეს ყველაფერი, დამოკიდებულება. რომ ქართველს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის დავალება და ამ ყველაფერს რო უყურებდნენ, რომ აი როგორ აი მიიღეს დავალება, შეასრულეს, ესე იგი კარგი ის ქონდა, ასე ვთქვათ. ხო, შეძლებიათ. აი ზუსტად ეგ სიტყვა მინდა რომ ვიხმაო. შეძლებიათ და ჩვენც თავს არ ვიშურებდით. იმიტომ რომ ბევრი დავალება ისეთი იყო, რომ სადაც თვითონ ამერიკელებიც თავს იკავებდნენ შესვლას. ქართველი უკვე დიდი სიამოვნებით რომ მივდიოდით ეგ. ლევან, ამით არსებობდა რაღაცა მოსაზრება, რომ ტყუილად მიდიან ჯარისკაცები იქ. კოსოვო იქნებოდა, ერაყი იქნებოდა, თუ ავღანეთი იქნებოდა, ხო? რაღაცა ტყუილა მიდიან იქ და არაფერს არ აკეთებენ და ის რაღაცა. რა ვისწავლეთ? რა ცოდნა დავაგროვეთ? ან დავაგროვეთ თუ არა ცოდნა? ტყუილა იქ ჯარისკაცი არ მიდიოდა, იქ მივდიოდით სამი რამის გულისთვის. პირველი, ჭირდება საქართველოს, მეორე და ყველაზე უმთავრესი, გამოცდილებას ვიყებდით. საბრძოლო ნათლობებს ვიღებდით. ეს ყველაფერი, აი როგორც წვნა არის საჭირო. ხო, კარგია წვნა, მიდიხარ ისვრი იარაღს, გაატყი კარგად ისოლე, მაგრამ ამას პრაქტიკაში თუ ვერ განახორციელებ, აზრი არ აქვს. და ეს პრაქტიკა მივიღეთ იქ. სხვათა შორის 2008 წლის ომში მანამდე პრაქტიკა მიღებული ჯარისკაცები ერახსა და სხვადასხვა მისიებში უფრო კარგად გაათვეს თავი. და ავღანეთმა მოუქცა იმის შესაძლებლობა, რომ თითქმის შეერაღებული ძალების 70%-მა იგაიარა, ასე ვთქვათ, მისია. და უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალური ჯარი ყავდა. გამოცდილება მივიღეთ. საბრძოლო ნათლობის, რომ ღმერთმა ნუქნას და კიდე რომ შემოვიდეს ეს რუსები, რომ ყველამ თავისი საქმე გააკეთოს. და ეს გამოცდილება საბრძოლო ნათლობის არის აუცილებელი. ეხლაც მოდის ძალიან მაგარი ჯარი. მე ვფიქრობ, რომ უკვე თაობათა ცვლა წავიდა. 2000-იანი ჯარისკაცები უკვე ნენელა ჩაიწივნენ, გავიდნენ გვერდზე და წამოვიდა ახალი თაობა. ახალი თაობა მოდის, ძალიან მაგარი ბიჭები არიან და მინდა უსურო ის, რომ კი, ალევის არ გვინდა ჩეტაკება, ასე ვთქვათ, ახალი კონფლიქტი, მაგრამ მზად უნდა იყვნენ. ერთადერთი ახლა ესენი გადიან ისეთ წვნებს, რომელიც არის აუცილებელი, ეს ბისიტი იქნება თუ ასე შემდეგ. მაგრამ საბრძოლო ნათლობები აუცილებელია. ჯარისკაცს თუ არ ექნა საბრძოლო ნათლობა, ის კონფლიქტში შეიძლება, არ ვიცი, 100%-დან 60%-ს რო შეგისრულებს. 40% შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ან დანაკარგი, ან რამე ისეთი. ლევან, უნდა გკითხო ესეთი რამ. ახლა, როდესაც ბევრი რამ შეჩერებულია. ხო, აი 28 ნოემბრის ცნობილი განცხადება ნატოსთან, არც ნატოს არ აქვს პრინციპში ახლა რაღაცა ისეთი ოპერაცია, ხო, რაშიც უნდა იყოს ჩართული, მაგრამ როცა შენ თვითონ იკავებ თავს და ამ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან წყვეტ ამ ურთიერთობებს. გულიმწყდება. როგორ უნდა მიიღო გამოცდილება, როგორ უნდა მოემზადო? კი ბატონო, აი
გული მწყდება, რომ ფართო მასშტაბიანი სწავლებები აღარ ტარდება. მაგრამ რაღაცა პერიოდი ახლა მე მგონი შარშან რო ჩატარდა, ხო? თუ წელს ჩატარდა. კი, ზაფხულში. ხო, მაგრამ ეგეთი უნდა იყოს ბევრი. წელიწადში უნდა იყოს 3-4 დიდი ფართო მასშტაბიანი სწავლება. ეს აუცილებელია. და ნატოს რატო რომ მივისწრაფით ნატოსკენ, რომ იქ საათივით მექანიზმივით არის აწყობილი სამხედრო ცხოვრება. ჯარისკაცმა იცის თავისი ადგილი. კი, ჩვენც ვიცით, ქართველებმა ასე თუ ისე გავზადეთ ეს თამასა და ეხლა ასე ვთქვათ, სად 90-იან წლებში რო ყავდა ჯარი, სად ეხლა? ცადადა მიწაა. მაგრამ წვნები რო აუცილებელია და აი ეს წდება გული. აი მაგალითად 2008 წელს ჩვენ ახაც მიწერია ჩემ წიგნში 2008 წელს ჩვენ უფრო მეტი შეგვეძლო. მაგრამ შერაღების ნაკლებობა მქონდა. სხვათა შორის ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელმაც ტაქსაწინააღმდეგოები რო გადმოგცა ჯაველინები. სიხარულისგან სახში ვიყავი და დავიყვირე. ეგ რო ქონოდა 2008 წელს. რამხელა ის იქნებოდა კიდე სხვაობა და რამხელა დათმას ვივაყენებდით მოწინააღმდეგეს. ლევან, დღეს როდესაც ბევრ ადამიანში არის ესეთი ორჭოფობა, იგივე ნატოსთან დაკავშირებით, რომ რა გვინდა ნატო. აი ჯარისკაცის გადმოსახედიდან მითხარი, რა საჭირო არის ესეთ ალიანსში ყოფნა? შენი გამოცდილებიდან, შენ გამოცდილებაზე დაფუძნებით. კი ბატონო, ვიტყვი, რომ სადაც ყოფილ ვარ მისიებსა და თუ წვნებზე ეს გინდა ამერიკელი, გინდა ევროპელი სხვათა შორის გერმანიაში ვიყავით წვნებზე. ორჯერ ვიყავი გერმანიაში წვნაზე ერთ-ერთი თვით და იქ ნატოს სამხედრო ბაზაზე ვიყავით, ამერიკელების ბაზა იყო გერმანიაში. აი პროფესიონალი მასწავლებელი როგორც ასწავლის თავის აბიტურიენტს, ხო? ისე გვასწავლიდნენ. ანუ გასის ანუ ესე იგი ისეთი რაღაცები დანერგეს ჩვენთან, რომელიც ჩვენ ქართველებს არ წამოგვედგინა, რომ ამას სწავლა რა თუნდა. უნდა ყველაფერს უნდა სწავლა. და ისეთი დამოკიდებულება ქონდა ამ ნატოს ჯარებზე, რომ აი პროფესორს შეხედავ. აი სად ისა ხარ სტუდენტი და შეხედავ პროფესორს. კარგი განათლებული მოსაუბრე, ისი არის ეს ჩვენი ზღვარი ნატოს ჯარსა და ქართულ ჯარს შორის, მაგრამ ჩვენ იმდენი რომ დავამტკიცეთ, უკვე გათანაბრებულები ვართ ისა სხვადასხვა ნატოს ჯარებთან იმაში მიმართებით. ხო, მიმართებით. ანუ ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს, რომ თუ ყველაფერი რო კარგად წავიდა, ნატოს ჯარებს რო გავუთანაბრდეთ. და ამას ბევრჯერ ვთქვი, აი ეს ბევრჯერ ყოფილა, რომ ვიყავით ავღანეთში, ერაყში, მოსულა ქართველ მეთაურთან ერთად ამერიკელი სამვარსკვლავიანი გენერლები და იგზავნოდეთ, აი ქართველებო ყოჩახ, რა კარგად ათმევთ დავალებას თავს. მაგრამ ის კი არ იყო, რომ აი მარტო ეს გვინდოდა ამის მოსმენა და ქართველებო ყოჩახ. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია და ისე შეგვიძლია, რომ შეიძლება ვაჯობოთ სხვასაც. ეს თვით დარწმუნება შენ ხო 90-იანები აღნიშნე და 90-იანებში სამწუხაროდ ბიჭებმა კი იბრძოლეს, მაგრამ ნუ ფაქტად დარჩა, რომ ოკუპირებული არის ეს ტერიტორიები და თვით დარწმუნება, თვით დაჯერება რამდენად წამოვიდა მაღლა აი ამ საერთაშორისო ოპერაციებით. კი, წამოვიდა. მაგალითად, ისე დარწმუნებული ვიყავით 2008 წელს გავიხსენებ, მოდი კიდევ წიგნშიც მაქვს ეს ანუ ჩვენ რო შევდიოდით თვით დარწმუნება, ისე ქონდა мотиваცია, ქონდა გაზრდილი, გაასმაგებული. ყველაფერი რომ დაიწყო შვიდში ღამე, მანამდენაც ძალიან ბევრი ისენი იყო, თავდასხმა იყო, ერთ-ერთი პირველი დაიღუპა ძალიან მაგარი ჯარისკაცი გზირიშვილი. აი ძალიან მაგარი ბიჭი დაიღუპა, ასევე დაიღუპა მერაბ თუთისანი, ერთად სწავლობდით მე და სამხედრო აკადემიაში. მაგრამ რო შევდიოდით და ასე ვთქვათ, სადაც დახვდა ეს რუსები და სეპარატისტები, ჩვენი мотиваცია იყო გაასმაგებული.
იმიტომ რომ რაღაცა გამოვლილი გქონდა და სიხარულით მივდიოდით. და შემდეგ რაც მოხდა და უკვე რომ მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას ხელი და უკან რომ გამოვედით, აი ნაკლებობა გქონდა იმისა, რომ მეტი შეგვეძლო და ვერ გავაკეთეთ. შეგვეძლო მართლა? შეგვეძლო, კი, ნამდვილად ვიძახი რომ შეგვეძლო, ჩემი აზრია. მეც ვიზიარებ მაგას. ჩემი აზრია, რომ აი იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილს რომ მოეწერა ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი, ჩვენ კიდე შეგვეძლო რაღაცა რამოდენიმე დღე გვებრძოლა და ვფიქრობ, რომ შედეგს რო დავდებდით. მით უმეტეს რო ქონოდა ისეთი შეერაღება, როგორიც არის ჯაველინები. აი შეგვეძლო, იმიტომ რომ ჯარისკაცებს ხო ხედავდი, მეც ჩემ თავსაც ხო ხედავდი, რომ შევედით, არით 4-5 დღე, ასე ვთქვათ, იყო შეტაკებები, დაბომბები, ჩასაფრებები, წმენდაზე შევედით რამოდენიმე სოფელში და ასე ვთქვათ, სეპარატისტები დაიხნიან უკან, შემდეგ ის რუსების კოლონას ბოლო არ უჩანდა. იმდენი იყო კოლონა, აი თლიანყანაზე ავედით მესამე ბრიგადის 32 ბატალიონის ალფა ასეული თლიანყანაზე, ესეთი ის არის სტრატეგიული სიმაღლეა და იქიდან ჩვენი მეთაური აწვიდა შტაბს რუსების კოლონის კოორდინატებს, მაგრამ ბოლო აღარ უჩანდა. მაგრამ ჩვენ რაც შეგვეძლო ვქენით, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მეტი შეგვეძლო. ერთად კითხავ მაგ 2008-თან დაკავშირებით. აი ეს შენი გამოცდილება, პირადად შენზე რო ვისაუბროთ და შენ გვერდზე მყოფ ჯარისკაცებზე, რომელიც მიიღე ამ საერთაშორისო ოპერაციებში, თუ წვრთნებში, თუ ასე შემდეგ. მოგცა მართლა იმისი დაჯერება და იმისი შესაძლებლობა, იმის გამოცდილება თვითონ ბრძოლის ველზე, რომ გენახა, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და ზუსტად შენი გამოცდილებით მეჩვევა. იმის ასე ვთქვათ, სტერეოტიპი, რომ რუსეთი არის უძლეველი, იქ დაიმსხვრა. იმიტომ რომ რო ხედავდით ჩვენი артиლერია როგორ ამუშავებდა იმათ პოზიციებს და როგორ აი არ მომერიდება, როგორ ასე ვთქვათ, კუდღლებივით ტოვებდნენ თავიანთ კოლონას და გარბოდნენ ტყეში, რომ თავი აეცილებიათ ამ ასე ვთქვათ ჩასაფრებისა თუ საარტილერიო დაბობის. აი დავწუნდი, რომ აი არაფერი არ არის. კი, რუსეთი დიდია, დიდი სამხედრო შეიარაღება აქვს, სამხედრო პერსონალის დიდი ყავს, მაგრამ ჯარისკაცის დონეზე 10 თავით და 100 თავით მაღლა ვდგავართ ჩვენ ქართველები რუს ჯართან შედარებით. აი გეტყვით, რომ იყო რამოდენიმე შეტაკება, სადაც კუდღლებივით იყვნენ დაობნეულები და რო გარბოდნენ და რო გავიხსენებ მათი გენერის ერთ ადგილზე რო დაჭრას. იმიტომ რომ ქართველები აი მით უმეტეს როცა ეხება საქმე ჩვენ სამშობლოს და იმ ტერიტორიას, რომელიც ჩვენ იყო მუდამ და კიდევ ესე იქნება მუდამ, იმიტომ რომ შეიძლება გავიდეს რამოდენიმე წელი და ჩვენ ამას აუცილებლად დავიბრუნებთ. უნდა დავიბრუნოთ ჭკუით, მოთმინებით და თუ მოხდა ისე, რომ ასე ვთქვათ, ის სეპარატისტები არ გაყვა რუსულ ჯარს და არ წავიდნენ რუსეთში, ნუ რაღაცა შეიძლება მოხდეს ისეთი, ასე ვთქვათ, შეტაკება, რომ იმ სეპარატისტები, ასე ვთქვათ, რომ მიყუჩდნენ. მაგრამ ჩვენ აღვემატებით. ჯარისკაცი, რო შევადროთ, ქართველი ჯარისკაცი და რუსი ჯარისკაცი 100 თავით მაღლა არის. როგორც სამხედრო мотивациით, შეიარაღებით და ასე შემდეგ. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი იყო რუსული ჯარი, როგორ იპარავდნენ და მარადიორობდნენ. და უკრაინაშიც ისე იქცევიან, რომ აი არ ვიცი რა, ხანდახან ვფიქრობ, რომ როგორ უნდა წააგო მაგ ქვეყანასთან ომი. უბრალოდ არიან ბევრი. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჯარისკაცი რო შევადაროთ, 100 თავით რო ჯობნით. ლევან, დიდი მადლობა და წარმატებები. აი ხა, ეს წიგნი მინდა თქვენ რო გადმოგცეთ, ამ წიგნში არის ასახული ის ისტორიები, რომელიც გამოვიარეთ 12 წლის მანძილზე და ერთ-ერთი პირველი ვარ მგონი, ვინც ამ თემას შეეხო და რო გადმოვეცი წიგნის სახით
და მინდა ეს ჩემ გაროს სამახსოვროდ რო კონდეს თქვენ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. გაიხარეთ. მადლობა.